მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი. უშაქრო, უფქვილო, დიეტური და დაბალკალორიული პასკა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ დიეტაზე მყოფ ინსულინ რეზისტენტებს და დიაბეტიკებს, ასევე იმ ადამიანებს, რომელთაც არ სურთ, რომ სააღდგომო პასკამ მათ წონაზე იმოქმედოს. ამიტომაც აუცილებლად მოამზადეთ ეს დაბალკალორიული პასკა, რომელიც გემოთი ძალიან გავს ჩვეულებრივ პასკას. აი ინგრედიენტები, რომელიც ამ დაბალკალორიული და მარტივი პასკისთვის დაუჭირდება. პირველ რიგში 3 კვერცხი გავაცალკევოთ, გულებად და ცილებად. 3 კვერცხის გულს დავუმატოთ 200 გრამი მაწული ან კეფირი და აქვე დავამატოთ 1 ვანილი და 1 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი და ყველაფერი უბრალოდ სათქვეფელად ავურიოთ. შემდეგ კი, როცა ყველაფერს კარგად ავურებთ, დავამატოთ 30 გრამი სიმინდის ფქვილი და 30 გრამი შვრიის ქატო, რომელიც წინასწარ კარგად დავქვათ და დავამატოთ 100 გრამი ბრინჯის ფქვილი, რომელიც ყველა სუპერმარკეტში იყიდება და მოუზილოთ ჩვეულებრივ ცომი. როცა ფქვილი კარგად გაიხსნება, დავამატოთ 10 გრამი გამდნარი კარაქი, რომელიც 82%-იანი უნდა იყოს და შევურიოთ კარგად ჩვენს მომზადებულ ცომში. ცოტა ბრინჯის ფქვილში ავურიოთ დანამატი, რომელიც თქვენ გსურთ. ეს არის ჩირეული ან თხილეული. მე გამოვიყენე შტოშის ჩირი. ასევე დავუმატე ფორთოხლის ცედრა, ილი და მუსკატის კაკალი. ცალკე დატოვებული 3 კვერცხის ცილას დავუმატოთ ციკვი მარილი და დავიწყოთ ბეზეს ათქვეფა. როცა ბეზე კარგად აითქვეფება და გამყარდება, დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი სტევია ან ნებისმიერი დამატკბობელი, რომელიც თქვენ გაქვთ და ავთქვიფოთ ბეზე სრულ გამყარებამდე, ისე როგორც ჩვეულებრივ ბეზეს ვთქვიფავთ ხოლმე. როცა ბეზე კარგად აითქვიფება და გამყარდება, შემდეგ დავამატოთ პორციებად ჩვენს მომზადებულ ცომს, რომელიც კარგად უნდა ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. შინაურულის არხზე არის დიეტური ალბომი, რომელშიც უამრავი დაბალკალორიული რეცეპტია. შეგიძლიათ ის რეცეპტებიც ნახოთ და მოამზადოთ. აი ასეთ სტრუქტურის ცომს მივიღებთ, რომელიც გადავანაწილოთ ფორმებში. მე გამოვაცხე 4 100 გრამიანი ფორმა. შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ფორმაში მოათავსოთ და ისე გამოაცხოთ. ცომს არ ჭირდება დაყოვნება. ვაცხობთ ფორმაში ცომის მოთავსებისთანავე. წინასწარ გახურებულ ღუმელში 160 გრადუსზე. სრულ მზაობამდე. აი ასე გაუწითლდება თავები, შემდეგ კი გადმოვიტანოთ და გავაცივოთ. ახლა კი მოვამზადოთ დაბალკალორიული მინანქარი, თეთრიც და შავიც. 1 სუფრის კოვს დასრესილ ხაჭოს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი რძის ხვნილი, ცოტა ვანილი და 1 სუფრის კოვზი სტევია. მხოლოდ ავურიოთ და გადავიტანოთ უკვე გაცივებულ პასკებზე. ახლა კი მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი, რომლისთვისაც გამოვიყენე 80%-იანი შავი შოკოლადი შაქრის გარეშე, რომელიც ორთქლზე გავადნოთ და გადავიტანოთ პასკების ზედაპირზე და კარგად წაუსვათ. ზემოდან ცოტა ფერადი მოსაყრელი მოვაყაროთ ვიზუალისთვის. ვიზუალურადაც, როგორც ხედავთ, ძალიან დავამსგავსეთ ტრადიციულ პასკებს, მაგრამ მინდა გაგაკვირვოთ, რომ გემოთიც ძალიან გავს მას და ძნელია მათი გარჩევა. არის მძიმე და ნოტიო, მაგრამ ჯანსაღი და დაბალკალორიული, რომელიც არ ასუქებს, ამიტომ აუცილებლად მოამზადეთ.
დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.